თავარი პრობლემა რა გვაქვს დღეს ქვეყანაში თქვენი გადმოსახედიდან? ძალიან ბევრი რამე შეიძლება. აი რამის გამოყოფთ? აი მე თანდაყრილი ვარ ბოდიში. ურწმუნოება. ლოდინ. აი მეგობარს ველოდები ხა და ლოდინი. სხვა პრობლემა არ არის. არ მგონი. არ ვიცი ვერ გეტყვით. პრობლემა რომელიც დღეს იკვეთება საქართველოში თქვენი გადმოსახედიდან. განათლების პრობლემა ალბათ. აი განათლების რეფორმა და გააკეთა ქართულმა ოცნებამ, თუ მოისმინეთ, აი თქვენი შეფასება როგორია ამ რეფორმის მიმართ? ნაწილობრივ ვეთანხმები და ნაწილობრივ რაღაცებში არა. სტუდენტებს აღარ აქვს საშუალება მიიღონ გრანტები კერძო უნივერსიტეტებში. აი როგორ ფიქრობთ, ამათ სწორი არის ეს ქმედება? ალბათ რთული იქნება მათთვის, მაგრამ სადაც 6,000 და 7,000 დოლარს იხდიდნენ, თუ თსუ-ში არის იურიდიული ფაკულტეტი, ვეღარ იქნება ილიას უნივერსიტეტში ან ასე შემდეგ. ანუ ერთი ფაკულტეტი ერთ ხალხში. ანუ სწორი მიდგომაა ეს. ეს არის სწორი. თავარი პრობლემა რა გვაქვს ქვეყანაში? ყველაფერი ერთად. თავარი პრობლემა რაც გვაქვს ქვეყანაში. რა ვიცი, ალბათ დაბალი განათლება რა. განათლების დაბალი დონე. თვითონ სახელმწიფო უნდა გამოასწოროს რა ის. და როგორ გამოასწორებს? რა ვიცი, წესით გამოასწორებს. თავარი პრობლემა რა გვაქვს? Russia. I think it's a big problem what you have in your country, and corruption maybe I don't know. So exactly, I'm not so long here, just visiting. Yeah, it's government can be problem. It's a problem for every country government. You know, it's in Europe it's the same, and how they are managed everything, it's the way. And the thing about people, it's no problem. When the thing about money for own, it's a problem. თავარი პრობლემა თქვენი შეფასებით რა გვაქვს ქვეყანაში დღეს? თქვენი თაობის გადმოსახედიდან. თავარი პრობლემა რომელიც არის ქვეყანაში? პირველ რიგში თავრობით დავიწყებ, რომ ბევრი რაღაცები აქვს მიყიდული უცხოური ქვეყნებისთვის, უცხოური ხალხისთვის და ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ქართულ ხალხს არ თვლიან მიწას. ინფორმაციის არარსებობა. აი რა გვაქვს პრობლემა ინფორმაციაზე? ერთადერთი ბევრი პროპაგანდა და ხალხს უჭირს ინფორმაციის გაფიქრვა რა არის სწორი და რა არასწორი. ეს ალბათ პირველი საკითხია. პრობლემა რომელიც დღეს არის ქვეყანაში ყველაზე მეტად გამოხმარებული. არ არის პრობლემები? არა, არის პრობლემა.